რიტორიკა, რომელიც ოცნებამ ორ დღეში შეცვალა ვაშინგტონში ბოჭორიშვილის მოადგილის სახლების წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ოცნების ლიდერები მთელი დღეა განსხვავებული შერბილებული მესიჯ ბოქსით საუბრობენ. ორშაბათს მათი პროპაგანდისტის შათირიშვილის პირით საზოგადოებას უთხრეს, რომ ტრამპი ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელი იყო. დღეს კი კობახიძემ განაცხადა, რომ მოთმინებით ელისა ამერიკასთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას. დღის ბოლოს ევროკავშირის მნიშვნელობაზე უკვე ბოჭორიშვილი ალაპარაკდა და თქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს ერთმანეთი სჭირდებათ. ოჯახის წევრებთან კონტაქტისა და შეხვედრის შეზღუდვები ლილუაშვილსა და ღარიბაშვილსაც აქვთ. ამის შესახებ ლევან იუსელიანმა ისაუბრა. მან დღეს რუსთავის ნომერ 12 დაწესებულებაში მსჯავრდებულები და ბრალდებულები მოინახულა. იოსელიანის ცნობით კომუნიკაციის შეზღუდვა აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების ნახვის უფლებაც არ ეძლევა. პაშინიანი და ალიევი მშვიდობის დამყარებისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განახლებისთვის შეიხ ზაიდის სახელობის ფონდის პრემიით დაჯილდოვდნენ. ლიდერები აბუ-დაბიში იმყოფებიან, მათ დღეს დახურულ კარს მიღმა აუდიენციაც გამართეს. რუსეთში ტამბოვის ოლქში ბენზინით დატვირთული სატვირთო ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და აფეთქდა, შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კადრები ადგილობრივ ტელეგრამ არხებში ვრცელდება. დამატებითი დეტალები უცნობია.